თბილისის 8 ქუჩა საფეხმავლო ხდება. ჩამონათვალში ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილი, ასევე ძველი თბილისის უბნები. მერიის გადაწყვეტილებით საფეხმავლო ზონის სტატუსს ის ქუჩები მიიღებენ, სადაც ტურისტების განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეიმჩნევა. აი აქ სადღაც გათავსდება ჰიდრავლიკური ბოლარდი, რომელიც რამოდენიმე წამში ამოვამიწიდან და ჩავა საჭიროების შემთხვევაში. Ამ ქუჩის მსგავსად კრტანისის რაიონში საფეხმავლო ზონა კიდევ 7 ქუჩაზე მოეწყობა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ქალაქის მერიის გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დარჩენილი. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები კი საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად მოსახლეობას გადაეცემა. სხვა სამსახურებთან გავიარეთ საკითხები, საკითხები მოსახლეობისთვის და ზოგადად სატრანსპორტო პრობლემის, რომელიც თბილისის ვიწრო ქუჩებში ჩნდება ხოლმე, ერთადერთი მოსმით გადაჭრეს. ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონებად გადაკეთების ინიციატივით გამგეობას მოსახლეობამ მიმართა. მათი აზრით, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი იქნება. საფეხმავლო ქუჩის სტატუსი ტურისტული მარშრუტების დატვირთულ ქუჩებს მიენიჭათ. ეს მანქანები, როდესაც ჩალაგდებიან და ადგილი აღარ არის, პირდაპირ ტროტუარებზე აყენებენ და ფეხით გასავლელი ადგილიც აღარ რჩება, რომ ტურისტმა ის სიამოვნოს აქაურობით და დაინახოს საერთოდ რამე. კიდევ ერთი ქუჩა, რომელიც სულ მალე ფეხით მოსიარულეთა საყვარელი ადგილი გახდება, ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირია. ტერიტორია აღმაშენებლის 44 ნომრიდან დარბრიუკენის მოედნამდე გადაიკეტება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დედაქალაქის ამ მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის დახურვა პრობლემას არ შექმნის. რა თქმა უნდა, დამუშავებული არის საკითხი, შესავლელი არის ავტომატ სამსახურის მიერ და პრობლემა არ შეიქმნება, საცობი არ დაემატება ამ გადაწყვეტილებით. ანუ ალტერნატივები არის, შემომფრიზები არსებობს. შარდენის ქუჩის, ბამბის რიგისა და რკინის რიგის მსგავსად საფეხმავლო ქუჩების ჩამონათვალში აღმაშენებლის გამზირის ნაწილი, ერეკლე მეორის, ბოტანიკურის, ალექსანდრე დიუმას და გორგასლის ქუჩები მოხვდა. აღნიშნული ქუჩები საფეხმავლო ზონისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით დაახლოებით 3 თვეში მოეწყობა.